რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გამოეხმაურა. საქართველოს ეკლესიის მწყემს მთავარმა განცხადება ბათუმის აეროპორტში სტამბოლში გამგზავრებამდე გააკეთა. გამოეხმაურო იმ ამბავს, რაც დღეს მოხდა თბილისში, ჩვენ ვემიჯნებით ზალადობას, მაგრამ არ შეიძლება ამისი პროპაგანდა. ადამიანი შეიძლება ჩავარდეს ცოდვაში. უნდა ითქვას, რომ საერთოდ ეს არის ცოდვა. ვერავითარი რელიგია ვერ დაუჭერს მხარს ამ ცოდვას. ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ, რომ ეს არის ცოდვა. მაგრამ ამავე დროს ჩვენ შეგვიძლია გამოვხატოთ ჩვენი გულის ტკივილი, მაგრამ არ ჩავერიოთ პირად ცხოვრებაში. მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დამშვიდდება. მე მოვუწოდებ ჩვენს ხალხს, ყველას, ერთ მხარესაც, მეორე მხარესაც, რომ დატოვონ ქუჩები და წავიდნენ სახლში და ილოცონ ერთმანეთისთვის. ერთმანეთს